2020 წლის სასწავლო კურსი გარემოს დაცვითი მმართველი დასრულდა. სასწავლო პროგრამა კერძო სექტორისთვის ნარჩენების მართვის სფეროში არსებული ყველა ვალდებულების სწავლებას ითვალისწინებს. სასწავლო კურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ჯამში 430-მდე მსურველია გადამზადებული. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გარემოს დაცვითი მმართველის მორიგი სასწავლო კურსი გაიმართა, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანაში გადამზადებული არის ჯამში 430-მდე წარმომადგენელი, აღნიშნული პირები დასაქმებულები არიან სხვადასხვა კომპანიებში გარემოს დაცვით მმართველად ან აპირებენ ამ მიმართულებით მუშაობას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწვანე ბიზნესის განვითარებას ნარჩენების მართვის მიმართულებით. ნარჩენების მართვის კოდექსის მხრივ ძალიან საინტერესო საკითხები გავიარეთ, რაც ეხება კანონმდებლობას, თვითონ აღსრულებას, აი ამ გადასახადებთან დაკავშირებით და ამავე დროს ნაგავს საყრელების ტიპებთან, თუ რა სახის ნარჩენი არსებობს, სახიფათო, არასახიფათო და რა ტიპის ნაგავსაყრელი შეიძლება არსებობდეს კონკრეტულად საქართველოში.